დღეს არის შაბათი 27 ივნისი საეკლესიო კალენდრი დღეს არის 14 ივნისი და დღევანდელი წმინდანების შესახებ ჩვენ გვისაუბრე ეს არის წმინდა ელისე წინასწარმეტყველი და ეს არის წმინდა ვალერიუს სვესიონელი ეს არის 71 საუბარი ამიტომ მე აღარ შევჩერდები და ვისარგებლებ შემთხვევით და დღეს მოგითხრობთ 18 ივნისის წმინდანების შესახებ 18 ივნისის ეს არის ეს წმინდა ნაწილები არ ქონდა თავის დროზე, თორემ 18 ივნისზეც გვისაუბრია ჩვენ და ამიტომ 18 ივნისის ახალი წმინდანების შესახებ მოგითხრობთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის კვიპრელი, ან კვიპროსი აღსრულებული ორი მოწამის წმინდა ნაწილი გვაქვს, ორი მოწამია ერთ-ერთი წმინდა ნაწილი გვაქვს და ერთადერთი რამ, რაც მათ შესახებ ვიცით, არაფერი არ ვიცით საერთოდ, გარდა იმისა, რომ ფეხები დაუწვეს ამათ და ესე აღესრულნენ. მე ხო არაფერი ვიცით, მაგრამ ესეთი რამე არასოდეს გამიგია, რომ ეს არის მათი წმინდა ნაწილი იქ, მათი ერთ-ერთის. ეს. და ფეხები დაუწვეს და ესე აღესრულნენ ეს ორივე ესეთი მარტო ესე გვაქვს გადმოცემა და ამიტომ მე გადავდივარ სხვა წმინდანის შესახებ, ესეც არის 18 ივნისი, ეს არის წმინდა კალოგერო. ესე არის, ხა რატო იტალიურად ქვია მას, კალოგერიუსი ლათინური სახელია. ეს კალოგერო, როგორ ჩანს სახელიც ერქვა ეს კალოგერიუსი, ანუ კალოგერო ესე ეძახიან დღეს და როგორ ჩანს სახელიც ერქვა ესეთი, მაგრამ შეიძლება ეს არის გარკვეულწილად შერქმეული სახელი, იმიტომ რომ კალოგერუს ბერძნულად კალო ნიშნავს კარგს, კალოგერუსი ნიშნავს კეთილსახიერი თუ რა ვიცი, სათნო კარგი მოხუცი, მოკლედ, კალოგერუსი ხუცესი, კარგი ხუცესი, თარგმანში ესე ნიშნავს ეს სიტყვა, მაგრამ კალოგერო ესე ეძახიან იტალიელები ესე მიმართავენ და სულ ბოლოდან რომ დავიწყო, რატო ეხა ამასაც გეტყვით, სულ ბოლოდან რომ დავიწყო, ესე იგი იკვეთება სხვადასხვა გადმოცემები მის შესახებ. ანუ დანამდვილებით სიზუსტე არ აგვაქვს. ესე იგი არ აგვაქვს სიზუსტე, იცით რაში არ აგვაქვს სიზუსტე? არც დროში რა პერიოდში ცხოვრობდა, ორივე ვერსია არსებობს. მოგიყვებით ახლა ყველაფერს და არც კიდევ იმაში საერთოდ ესეთი აზრიც არის, რომ გადმოცემა რომ 4 კალოგერიუსი არსებობდა, 4 ადამიანი სხვადასხვა დროს. ესეც არ არის გამორიცხული და შეიძლება ყველა ესენი არსებობდნენ რეალურად. და პირველი საუკუნეაზე ლაპარაკი პეტრე მოციქულის მოწაფეა, ერთ-ერთი გადმოცემით და შეიძლება ამის მერე კიდევ სხვებსაც ერქვათ ეს კალოგერიუსი და ისინიც სასწაულებს აღასრულებდნენ. მოკლედ, ესე რომ ვთქვათ, რაც იკვეთება საერთო სურათიდან არის ის, რომ ეს იყო, როგორ ჩანს, ეს იყო მოსაგრე ადამიანი, რომელიც კუნძულ სიცილიელია ესა, რომელიც კუნძულ სიცილიაზე ზღვიდან მოვიდა, საერთო ყველა ამ გადმოცემაში არსებობს რაღაცა საერთო, ესე იგი, მონათხრობის ზღვიდან მოვიდა, დასახლდა გამოქვაბულში, განდევნა ესე იგი დემონები, იქ სადაც დასახლდა ეს თავზე დღეს კალოგეროს დაქვია ამას, ხა ეს მოგიყვებით ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად და ბევრი სასწაული აღასრულა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიუთითა ამ მთაზე, სადაც დასახლდა, აღმოაჩინა ცხელი წყლები, გოგირდიანი წყლები, რომელსაც ეს იყენებდა სამკურნალოდ, დღესაც სამკურნალო წყლები რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სასწაულებს ახდენდა. ეს არის ის, რაც ზოგადად იკვეთება ამ კალოგეროს შესახებ. წყარო ეს არის
ფრაგადა არის მონასტერი, სადაც დღეს არის დაბრძანებული მისი წმინდა ნაწილები. აი აქ იპოვეს ხელნაწერი, რომელშიც აღმოაჩინეს სადღაც მე-11 საუკუნის ხელნაწერია, სადაც ტექსტი არის მე-11 საუკუნის და ეს არის ბერძნული განგება, ანუ წესი, თაყვანისცემის წესი, ეს არის წმინდა კალოგერუსი, გრიგორიუსი, ეპისკოპოსი გრიგორიუსი და დიაკონი დიმიტრიუსი, ესენი არიან, აი ამათ შესახებ არის ეს. ამათი შესხმა, თუ ამათ საგალობელი არის ტექსტად დაწერილი, აი აქედან იკითხება ამ კალოგერუსის ცხოვრება, ეს უძველესი ხელნაწერი, რაც გაგვაჩნია, ესე იგი, ეს არის 18 ივნის, ამ ყველას იხსენება, ჩვენ კალოგერუსის წმინდა ნაწილი გვაქვს და კრონია, ესე იგი კრონია ეს არის, სადაც ესენი მოღვაწეობდნენ, სიცილია, კუნძულ სიცილიაზე ლაპარაკი. შემდეგ ესე იგი ეს კალოგერიუს ბერძნულად ნიშნავს ბერს თუ მოღვაწეს თუ აი ხუცეს თუ რაღაცას და მოკლედ ეს მოგახსენოთ რომ სავარაუდოდ კალოჯერო ერქვა კიდევაც თუმცა ეს ძალიან ასაკოვან ადამიანზე გვაქვს ლაპარაკი რომ მოვიდა ამ სიცილიაზე უკვე ასაკოვანი იყო და გადმოცემით ეხლა ცოტა არეულად გიყვებით, მაგრამ თვითონ ტექსტი არის ესეთი, აი მის შესახებ ერთ-იგივე რამბებია ბევრჯერ მოყოლილი, რომ ეხლა ესეთი გადმოცემა ამ კუნძულზე, ესეთი გადმოცემა ამ ქალაქში ესეთი და ძირითადად ესენი ერთმანეთს იმეორებს. 95 წლის ასაკში გარდაიცვალა და ეს ახლა მნიშვნელოვანი რატო არის ამასაც ახლა მოგიყვებით. მოკლედ ესე იგი აი ერთ-ერთი გადმოცემით ის ქალკედონის კუნძულიდან არის და იქვე არის მეორე გადმოცემა რომ კონსტანტინოპოლიდან არის და დაიბადა ქრისტიანულ ოჯახში, ესე იგი ორი უფრო მთავარი ორი ვერსია, ერთი არის მე-5 საუკუნე 466 წელია და ერთი არის პირველი საუკუნე პეტრე მოციქულის და ბავშვობიდან თუ გვიან დაიბადა ეს ბავშვობიდან აღიზარდა ქრისტიანულად, თორე და გახდა, ესე იგი, ამ პეტრე მოციქულის მოწაფე. რო ჩამოვიდა, როგორ გახდა, ესე იგი, პეტრე მოციქულის მოწაფე. ესე იგი, სადაც იზრდებოდა, გაგონილი ქონდა, როგორ ჩანს, უკვე ეს არ ვიცი ხა როგორ შევათავსო ეს მე-5 საუკუნე და პირველი ერთმანეთთან, რომ ერთი და იგივე მონაცხრობი გამოვიდეს, მოკლედ რომ ჩამოვიდა სიცილიის კუნძულზე, გამოცხადება ქონდა, რომ სიცილიაში უნდა წასულიყო, ოღონდ მე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით, რომ მარტო არ ჩამოსულა, ან პირიქით შეიძლება მარტო ჩამოვიდა, გამოცხადება ქონდა, წავიდა რომში მოსალოცად და გაიცნო პეტრე მოციქული. აი სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გავუსვა მხარს ამას და გაიცნო პეტრე მოციქული და ძალიან თხოვა, რომ მოკლედ აი სიცილია ძალიან გული შესტკიოდა ამ სიცილიაზე, როგორც ჩანს ქონდა გამოცხადება და ჩათვალა, რომ ერთმა მას დაავალა ეს საქმე, რომ სიცილიაში ეკადაგა ქრისტიანობა და პეტრეს ეს უთხრა და პეტრე მოციქულმა გამოაყოლა სამი მოწაფე, კიდევ თავისი სამი მოწაფე, ფილიპე, ონუფრიუსი და არქილეონ. აი ეს არქილეონი გამოაყოლა და წამოვიდნენ ესენი დაბრუნდნენ შემდეგ უკვე სიცილიაზე. თუმცა ამ სიცილია თვითონ კუნძულია და სიცილიასთან გარშემო არის კიდე რაღაც კუნძულები და აქ ლაპარაკი ხა ლიპარი ქვია კუნძულს ლიპარი. აი ამ ლიპარი არის ჯერ და მერი არის სიცილია, როდესაც რომიდან მოდიხარ და მოკლედ აი ამ ლიპარიზე ესენი გადავიდნენ და ლიპარიზეც ქადაგება იყო საჭირო. დიდი კუნძულია საკმაოდ გაჩვენებთ აი ეს არის ლიპარი კუნძული. აი ნახეთ როგორია და კიდე სხვა კუნძულები ჩანს გარშემო. და აი ეს არის გეოგრაფიულად სიცილია, აი ლიპარი სადარ ნახეთ, აი ეს კუნძული სიცილია, აი ეს იტალიური ეს ცნობილი ჩექმო ჩანს იტალია და ლიპარი არის აი სიცილია გერ არის და აი ლიპარი ცოტა ზემოთ,
ეს. მოკლედ ამ ლიპარიზე დარჩა სწორედ კალუჯერიუსი და ესენი წავიდნენ ონუფრიუსი და არქილეონი დარჩენ ქალაქ სუტერას ახლოს არის სიცილიაზე. უდაბნო, აი უდაბნოში დასახლდნენ, ეს არის კალტანისეტა ეს არის პროვინცია, აი ამ პროვინციაში დასახლდნენ, ხოლო ფილიპე წავიდა და აჯირა ესეთი მთავარი განდევნა ეშმაკები, ეს არის ენას პროვინცია, ესეც სიცილია. მოკლედ ესენი სიცილიაზე გადავიდნენ საქადაგებლად. ეს კი დარჩა ლიპარიზე და იქ დაიწყო ქადაგება მოკლედ. იქ დაიწყო ქადაგება და ქონდა შემდეგ სულიწმიდით ეუწყა, რომ მისი თანამოსაგრეებს დიდი წარმატება ქონდათ იქა, რომ კარგად იქადაგეს, რომ ბევრი ადამიანი მოიქცა და თვითონაც წავიდა კუნძულ სიცილიაზე და შემდეგ იმ სულიწმინდამ პირდაპირ ადგილი მიუთითა, სად უნდა ეკადაგა, ეს არის მთა, რომელსაც ერქვა ადრე გემარიარუმ და ეხლა ქვია სან კალოჯერო, ეხლა ესე ქვია. აი მთაზე დასახლდა მოკლედ, ამ მთაზე დასახლდა, ეს არის ქალაქი შაკა, აი შაკასთან ახლოს, და ესე იგი იქ წაიყვანა უფალმა, იმიტომ რომ ეშმაკებს, დემონებს, ესე იგი როგორც არის მოხსენებული, მოკლედ ეს მოსახლეობა შიშის ზარს სცემდნენ ამათ რა, ეს აშინებდნენ ეშმაკები ამ მოსახლეობას. ეს დასახლდა აი მთაზე და ჯერ ესე იგი რაღაც გამოქვაბულში დაიწყო ქადაგება და მოაქცია ეს ხალხი ჯერ ესე იგი რაღაცა ერთ კვირაში მთელი ქალაქი გააქრისტიანა და ამის შემდეგ ამ მთაზე მოკლედ ავიდა და ეს დემონები შერისხა, ეს დემონებისგან განდევნა ეს დემონები ამ მთიდან და დასახლდა საერთოდ აი ამ მთაზე საბოლოოდ დასახლდა და როგორ ცხოვრობდა, იცით, რაღაცა დეტალები არის მის ცხოვრებიდან, მაგალითად ცნობილი რომ შავი ჭირის ეპიდემია იყო გავრცელებული. და როგორ იყო, იცით, ხალხი იყო ჩაკეტილი სახლებში. ამ ქალაქში და გამოსვლა არ ეშინოდათ გამოსვლის რა, გარეთ. იმიტომ რომ გარეთ იყო ეს ჯინვარებდა ეს ყველაფერზე ეს თან ეს როგორია ხო იცით ეს შავი ჭირი ნივთებიდან გადადის, აი რაღაცა ხელი რომ მოკიდოს, იმ ხელის მონაკიდებიდან შეიძლება დაგემართოს და რაღაც საშინელი ეპიდემია და ეხლა რა ხდება? ესე იგი ვიღაცები შეკეტილები არიან, მაგრამ ვიღაცები ვინც უკვე დაავადდნენ, ან ეს შეათ საჭმელი არ არის, არაფერი რაღაც უბედურება და ეს კალოჯერო დადის ქალაქის ქუჩებში და ხალხი რას შვება, იცით? ესე იგი რომ დაინახავენ ამ კალოჯეროს. გასulis ეშინიათ გარეთ. და ამიტომ ფანჯრიდან უგდებენ პურს. იმიტომ რომ ეს კალოჯერო აგროვებს ამ პურს. დადის და ამ ავადმყოფებს ურიგებს. ოღონდ იცის ყველა რა ხდება რა და ამას საიდან უნდა კონდეს ეს პური, ხო? და აი ხალხი ფანჯრებიდან დაინახავენ, გადაუგდებენ. რაღაც საოცარი როგორი ის არის, ხო? თან ეშინია, თან ერთსულოვნება, ესეთი რაღაცა. მოკლედ აი ესეთი გახადა ეს ქალაქი. ეს ქალაქი სადაც გადაგებდა, ქრისტიანები არიან, მაგრამ ეს მოკლედ აი ეს რაღაცებს აკეთებდა, ლოცულობდა. მერე ესე იგი ამ ცხელი წყლებით, ეს ცხელი წყლები ამით იკურნავდა ხალხს, მაგრამ ნახეთ მერე რა მოხდა, ესეთი რა არის კიდე ძალიან შთამბეჭდავი. ხატზე არის მის ხატზეც გამოხატულეს. მოკლედ რომ სანამ დაუზურდებოდა, საბოლოოდ სანამ დაუზურდებოდა, უკვე სადღაც 90 წლის არის თუ რაღაცის და ბოლოს უკვე იკვებებოდა ბალახებით. დადიოდა ამ ბალახებს აგროვებდა და ამით იკვებებოდა და ბოლოს უკვე ესეც აღარ შეეძლო. იმ თავის გამოქვაბულში იწვა და ვეღარ გამოდიოდა იქიდან. ხო და აი უკვე 95 წლის არის რა და ესე იგი უფალმა გამოუგზავნა დედალი ირემი. შველი, ხო ესე ქვია დედალი ირემს. მოკლედ შველი მოდიოდა მასთან და რძით კვებავდა.
რძე მოქონდა მასთან და ეს წველი დაამირებს და მოკლედ ამითი იკვებებოდა და ერთხელაც ესეთი რაღაცა მოხდა. არქარიუს, სიერო არქარიუს ესეთი ადამიანია, სიერო არქარიუსი და ეს არის არქარიუს არის ესე იგი არკუს ლათინურად არის ის არის, შულდის არის. არკუს ეს არქარიუსი კი ქვია, მაგრამ ნუ როგორ ჩანს შულდოსანი იყო თუ ეს შულდის რით მონადირე და კიდევ ეს სიერო ალბათ სახელია, ნუ ესეც ხუგითხართ ყველაფერი ზუსტად არ არის. ნუ მოკლედ ეს არქარიუსი მოდის და ხედავს უცებ რაღაც გამოქვაბული კი არ იცის რა არის და წევს ირემი და გაუქანა და ესროლა იმ წუთშივე რა. დაინახავს ახლა ესე იგი მონადირე, შულდეშის მონადირე ირებს რომ დაინახავს ახლა იმის გამოკითხვას ხო არ დაუწყებს იმ წუთშივე ესროლა რომ არ გაქცეულიყო და მოარტყა და მოკლა ეს ირემი. ეს ირემი ეს შველი ანუ მივიდა შევიდა გამოქვაბულში და ფეხებში ჩაუვარდა ამას. კალოჯეროს. ეს კალოჯეროს და ნუ მოვკდა მის ხელში მოვკდა ეს ირემი. გამოვიდა ეს კალოჯერო რა ხდება და ნუ ამარო დაინახა. ამ არქარიუსმა ნუ იქ რაღაცა შინელება გააკეთა. ჩაუვარდა ფეხებში ამ კალოჯეროს და უთხრა ესეც და უთხრა შემინდე მაპატიე და რა გაახსენა იცით? აი შერო ამ ქალაქში იქადაგე. და შერო ეს ერთ კვირაში მონათლა რა ეს ქალაქი წარმოიდგინე მთელი ქალაქი და ესეთი იყო რაღაცნაირი ხო და შერო აქ იქადაგე პირველი მე მოვინათლე უთხრა. და შემინდე ეს რა მომივიდაო და ამან უთხრა კარგიო. თუმცა ამდი რაღაცას გაჩვენებო და დააყვანინა თავი და აჩვენა ეს გოგირდის მცხელი წყლები. როგორ ჩანს ამ ქალაქში ეს არ იყო ჯერ ცნობილი, რომ გეშმაკები ცხოვრობდნენ ამ თავზე და იქ ასვლის ეშინოდა ყველას. მოკლედ აჩვენა ეს და უთხრა რომ აქო ნუ აბანოები ქვია რომაული აბანო მაინც ეს აბანო კი არ არის, არის ნუ რაღაც აუზები თუ რაღაც მოკლედ ეს აუზები ამშენეო უთხრა. აუზები ამშენეო აქ უნდა შენდესო ესო და აქ ხალხმა უნდა იაროსო რომ ეს აბაზანები მიიღოსო და ეს დასახდა კი არა ეს 40 უბრალოდ როგორ ვთქვით ამან დაიწყო სიარული ამ კალოჯეროსთან და 40 დღის მერე გარდაიცვალა ეს კალოჯერო 40 დღის მერე გარდაიცვალა და ეს დასახლდა იქ ამან დაასაფლავა ეს თავის გამოქვაბულში. ოღონდ თავიდან მალავდა სად იყო ეს და მე ამ გამოქვაბულში როგორც ეკლესია ესე მოაწყო თვითონ დასახდა. ნუ ახლა მაშინ აღკვეცის წესი ჯერ არ არსებობდა, მაგრამ ეს როგორც ბერი იყო თვითონ დაიწყო ცხოვრება და მე მოწაფეები გამოჩნდნენ კიდე და იქ გახდა მოკლედ მონასტერი, ხა ამასაც გაჩვენებ ყველაფერს. სად არის ახლა ეს და ესე იგი ნუ აი ესეთი გამოითხარა თანდათანობით უკან ტაძარი ჩანს, ტაძარი აშენდა და ნუ ეს გახდა ცნობილი მონასტერი. ძალიან და ნახეთ ერემიტა ესე არის ლათინურადაც ესე არის განდეგილი. ანუ ესენი ერემიტები გახდნენ და ეს გახდა ერემიტების, ანუ განდეგილების საცხოვრებელი და ერმიტაჟი დაერქვა. ერმიტაჟი სიტყვა აქედან მოდის. და ნუ მოკლედ ეხლა მეორე ვერსიას გეტყვით. რომ 20 წლის ასაკში თრაკიიდან გამოიქცა, ეს უკვე სადღაც მე-5 საუკუნეზე, მე-6 საუკუნეზეა ლაპარაკი, გამოიქცა სიცილიაზე, ესეთი გადმოცემაც არსებობს და კიდევ არის გრიგოლ დიალოგოსა აქვს თავის დიალოგებში, ნახსენები ესა და ნახსენები აქვს რომ ესე იგი სიცილიაზე ცხოვრობდა და ქონდა გამოცხადება მეფე თეოდორიკის შესახებ, რომელიც კრატერში ჩააგდეს ქალაქ ვულკანოზე და 30
30 აგვისტოს აღესრულა. ესა და ეს გამოცხადება ქონდა მას და მოკლედ იმას ვამბობდი რომ შეიძლება ესეც მართალია, შეიძლება ეს სხვა არის, შეიძლება იგივე, მოკლედ აი რაღაც ესეთი გაუგებრობა არსებობს ამასთან დაკავშირებით. მოგვიანებით ამ აგრიჯენტო რამდენიმე ქალაქია ნახსენები, საერთოდ გარშემო ქალაქები ესენი და რამდენიმე ქალაქი არის ნახსენები და ერთ-ერთი ამ აგრიჯენტოს ეპისკოპოსმა სარაცინების შემოსევა იყო, სარაცინებმა დაიპყრეს სიცილია და ეს რომ შეიშინდა რომ ეს წმინდა ნაწილები ამისთვის შეურაცხყოფ არ მიეყენებინა და გადაასვენა ესე იგი სხვა ადგილას, სადაც დღეს სოფელ ფრაცანო ეს არის ვალდემონის ველი მესინას რაიონში, სიცილიაში და დღეს ესე იგი ტაძარში გაჩვენეთ ამ ფრაცანოს ტაძარში აქ არის ხის სანაწილე და იქ განიშნებს აი ამ ტაძარში განიშნებს ეს ჩვენი წმინდანი კალუჯეროსი და ესე იგი ჩამოთვლილი არის ქალაქები რომელთა ფარულ წმინდანებათაც ითვლება დღეს. ეს არის აგრიჯენტო, შაკა, ნარო, პორტო ემპედოკლე, სანტო სტეფანო, კისკანა, კამპო ფრანკო, ალიმინუზე, რეალმონტე. ესე იგი, რას ევედრებიან ეხა მას? რომ აი ამ თავის დროს ევედრებოდნენ ამ მუსლიმებისგან თავის დახსნისათვის და კიდევ ერთი გადმოცემა არსებობს, რომ არსებობს ერთ-ერთი გადმოცემა, რომ წარმოშობით აფრიკიდან იყო და ამიტომ როგორც აფრო-ამერიკელი, როგორც ჩავკანიანი ზოგიერთ შემთხვევაში აი ამ ხატებზეც არა, უფრო ეს არის ქანდაკება, ესე გამოიხატება. და ესე ხანდახან იტალიურად სანტონერო ესე უწოდებენ ილ სანტონერო, ანუ შავკანიანი წმინდანი. აი, მოკლედ ეს არის ყველაფერი, რაც ვიცით მის შესახებ. ერთადერთი ხე გამოსახულებები უნდა გაჩვენოთ. ეს არის 1545 წელი, მაიოლიკა ქვია, კერამიკული გამოსახულება, ტექნიკას ქვია მაიოლიკა, ესეთია. ამასაც გავადიდეთ და ეს სახეს ძალკე გაჩვენებთ და ესეთი სახე აქვს. როგორც ჩანს ეს არის ყველაზე ძველი გამოსახულება და აი აქ არის მიაქციეთ ყურადღება ირემი და მონადირე ფეხებთან. ალბათ ეს არის ყველაზე უფრო ესეთი სრულყოფილი გამოსახულება, თუმცა აი კიდევ გვაქვს ესეთი გამოსახულება. ესეთი გამოსახულება გვაქვს. ეს. და კიდევ აი ესე იგი ქალაქში ეს კიდევ ესეთი გამოსახულებაც არის ქანდაკება, აი შავკანიანი რო გითხარით. და ქალაქებში დაატარებენ, ეხლა გაჩვენებთ როგორ დაატარებენ, აი აგრიჯენტოში ესეთი გამოსახულება არის, აი მორწმუნე ადამიანი ემთხვევა მის გამოსახულებას. აი ესეთი გამოსახულებები არსებობს. და აი ეს არის კიდევ ბოლოსაც უნდა გაჩვენოთ. აი ეს არის ბოლოსაც უნდა გაჩვენოთ ქალაქში როგორ ეს არის ქალაქში როგორ დაატარებენ მის დღესასწაულის დროს აი ესეთნაირად აი ესეთი პროცესი არსებობს. აი ესეთი. და რაც შეეხება წმინდა ნაწილს, რა გითხრათ? ძალიან პატარა ნაწილი გვაქვს აი ესეთი. ნახეთ რა პატარა სანაწილი, აი ამ სანაწილში არის ნაწილი. წმინდა კალუჯერო. და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის, ესე იგი, რაც მოხერხდა მოგროვება ამ მასალების, მოგიყევით და არ მომიყოლია კიდევ
ну ძალიან ბევრი ну სხვადასხვა კი არა ამ შინაარსის ოღონდ სხვადასხვა დროს შეგროვებული განმოცემები არსებობს რომ ძირითადად ეს ყველაფერი აი აქ იყრის თავს რაც ახლა მე თქვენ მოგიყევით ეს არის წმინდა კალუჯერო კალუგერიუსი ეს არის სიცილიელი წმინდანი და ესე იგი მე ეს მოგიყევით თქვენ 18 ივნისის საეკლესიო კალენდრით 18 ივნისი არის მის ხსენება დღეს კი 14 არის, ანუ საეკლესიო კალენდრით არის 14 და ისე არის 27 ივნისი 2026 წელი და კიდევ მე თქვენ მოგიყევით და გაჩვენეთ წმინდა ნაწილები ორი კვიპრელი მოწამის, რომელთა შესახებ არაფერი არ ვიცით, გარდა იმისა, რომ მათ ესე იგი ეს ფეხები დაუწეს და ესეთნაირად აღესრულონ. მე კი ამითი დღეს დაგიმშვიდობებით, ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი